მეგობრებო, მოვედით ტბაზე სათევზაოთ უკვე, ვაიმე რამხელა ნამქერია. აი შეხედეთ. ძალიან დიდი ნამქერია. ალექსა იმზადება თავისი ციგით, აღჭურვილობებით, ახეთ რამდენი რამე გვაქვს. მეც აღარ აღჭურვილობა ბევრი გვაქვს. კი. მომზადებულები ვართ 90%-ით, რა. 10% თევზის არის. 10%, ხო. ამიტომ ნახოთ. იმედია დავიჭერთ რა, ძალიან საინტერესო გარემოა უკან ალბათ ხედავთ, აგერ. ქარი, ცოტა არის ნიავი, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული, იმიტომ რომ წინაზე ძალიან ძლიერ ქარში ვიყავით. დღეს იმედი მაქვს რომ და გვაქვს იმედი რომ არ იქნება ქარი და შესაბამისად კარგად ვითევზავებთ. დევს თოვლი კი. ალაგ-ალაგ არის გადაყრილი. ამოვჭრათ ყინული. ჩვენ გვაქვს სპეციალური ესეთი ხერხი, რომელსაც ლედაბურს ეძახიან. ესეთი დანები აქვს, დანების მეშვეობით იჭრება საკმაოდ ადვილად ყინული. ესეთი მოწყობილობა გვაქვს და ყინულს, სადაც ამოვჭრით, ანუ ლუზას, ეგრეთ წოდებულს, ამოვიღებთ დარჩენილ ყილს, რომ გავასუფთავოთ და მაქსიმალურად სუფთა იყოს. ერთი გავხვრიტე კი, მანდ. აი, გავხვრიტოთ ახლა. აღარ ჩავედით ბოლოში მინიმუმ 20 სანტიმეტრია სავარაუდოდ. საკმაოდ დიდი ყინულია. მოვასუფთავოთ თოვლისგან, ყინულისგან. აი, კი ბატონო, კარგია. იმიტომ რომ შეიძლება მე ზუმა მიეკროს ამ ადგილს, ამიტომ გაუცილებელია. და ესე ამოვასუფთავოთ. გვერდზე გადავყაროთ მოკლედ დარჩენილი ყინული. კი ბატონო. всё, გავამზადებ ახლა 5 ლუზას კიდევ და მე უკვე გაგაცნობთ აღჭურვილობას, ახალი ჯოხი მაქვს, ახალი აღჭურვილობა მაქვს და გაჩვენებთ მოკლედ დღეს რითი ვითევზავებთ. გაჩვენებთ რა აღჭურვილობას გამოვიყენებ. წინა ვიდეოებში მქონდა ჩემი ხელით გაკეთებული ანკესები, თუმცა ამ შემთხვევაში უკვე ქარხნული ვერსიები გამოვიწერე და ჩამოვიტანე. არის ესეთი ერთი ვერსია, მაგალითად, ესეთი მოდელი გვაქვს. თავისი კოჭით, რომელსაც ფრიქციონის მაგვარიც აქვს. და ესეთი პატარა ჯოხი არის 50 სანტიმეტრი არის სიგრძეში. ეს საკმაოდ კაი ტიპი არის. ეს დაიჭერ და წავიდა. ეს ვერსია შედარებით რბილი წვერით არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამას გამოვიყენებ ეგრეთ წოდებულ ყანყალებზე და ასევე მაქვს მეორე ფლაგმანის ბრენდის ჯოხი, ესეც ყინულის სათევზაოდ, შედარებით მოკლე ვერსია არის. ასევე იგივე ტიპის კოჭა გვიყენია, ეს შედარებით მყარსატყუარებზე, უფრო მძიმეზეც, მაგალითად ესეთ ბალანსირზე შეგვიძლია გამოვიყენოთ. აი, ესეთი. ახეთ საკმაოდ კაი ვარიანტია, სხვადასხვა ბევრი ვერსია გვაქვს წარმოდგენილი. ასევე მაქვს ესეთი პატარა ზომა, აი ესეთი. კიდევ უფრო პატარა ზომაც მაქვს, აი ესეთი. ესეთი. თუმცა ამ შემთხვევაში მინდა რომ დავიწყო პირველი ყანყალით. აი ალექსის გაკეთებული ყანყალა მაქვს, ესეთი, რომელსაც ახლა უცბად ავაწყობ. ავაწყოთ მოკლედ ანკესი. ზუა გავუყარეთ ეგრეთ წოდებულ პოლიცოებში. ჩვენ დაგვჭირდება რა თქმა უნდა კარაბინი. 0.18 მმ სისქის ზუა მაქვს გამოყენებული ამ კონკრეტულ ვერსიაზე, მეორე ჯოხზეც. ჩაულებრივ წარმოვაცმევთ კარაბინს, რადგან კარაბინზე უნდა ვცვალოთ შემდეგ სატყუარები. ეს კარაბინი წარმოვაცვით და კარაბინზე გავუშვათ პირდაპირ ყანყალა. აი ეს. ეხლა ის გადაგჩენია რომ
უბრალოდ ჩაუშვათ, ვიპოვოთ სიღრმე და დავიწყოთ გატარება. ჩაუშვით მეგობრებო. შესაბამისად მივიდა ფსკერზე, ეხლა გავიგოთ სიღრმე. კი ბატონო, აი მივიდა. მისული არის. ამოვწიოთ ოდნავზევით და სწრაფი ამორტყმებით იმისთვის, რომ მოვიზიდოთ შორიდან თევზი, თუ მაგალითად შორი ახლოს დგას თევზი, აუცილებლად აი ამ სწრაფ ამორტყმებზე ექნება რეაგირება. შემდეგ სადღაც 20 ცალი ესეთი ამოკვრა გვჭირდება სწრაფი. ბრავო ალექს. ალექსმა უკვე მეორე თევზის დაიჭირა. ჩვენც იმედია, რომ გაგვიაქტიურდება. კი ბატონო, საკმარისია. ეხლა მივიყვანოთ ფსკერთან. ოდნავ ამოვწიოთ და დავიწყოთ გატარება. აი ეს, როტორებთ. ჰორიზონტალური გატარება ქვია მას. წამოვარტყავთ, პატარა პაუზას გავუკეთებთ. პაუზა. არის. საკმაოდ ნორმალური ზომის ქორჭილიუსი. ბრავო, მაინც დავიჭირეთ მეგობრებო. მაინც დავსი. არა. კარგი ზომაა, კი. აბა. ქორჭილიუს. ბევრი მაწვალა საკმაოდ რა. აი მეგობრებო, ესეთი ქორჭილა. ძალიან ლამაზი თევზია მოკლედ, ეს ტყანყალაზე, მყარსატყუარაზე. ულამაზესი თევზია, ულამაზესი შეგრძნებები აქვს, როდესაც ურტყავს და მერე პლუს ამოყავს, ასე რომ აი არ ვიცი, ვისაც ზოგადად სპინინგი თევზაობა გიყვართ, ჩვეულებრივ სეზონზე მერწმუნეთ ესეც ძალიან მოგეწონებათ. ოპ. რო ურტყავდა მაშინ გამოვაცალე. არი. კარგი ზომა. კარგი ზომის ქორჭილიუსი. რა კარგად აქ აღებული ზედატუჩზე. აი ნახე დიდი ზომა რო არის, კარგად იღებს რა. აი ხლა ესენი პატარები ამოვყარეთ. უშლი ესა. აქ ეს რომელი ყანყალა უკან აქვს? შენ რომ აჩქე ეგ არის. ხო, მაგრამ უკან როგორ აქვს? არა, ხო. ხო, იმ ზოგს ჩემსაც ხო აქვს ზემოდანაც წითელი, ხო, და იმას ურტყ, თავში ურტყავს რა. ვერ ხდება. კარგია, გიო, კარგია. შენი მე რამდენი? მე-4. ოკეი. აგზელებ. არი. პატარა თავიჭირეთ. ეს ანტირეკორდია? ეს ანტირეკორდია. ზომა პატარა. ყანყალის ზომაა შეხე. ყანყალის ნახევარი ზუსტად. რა კაი ის არის ლუნკა ეს. ლუზა. ძალიან კაი ლუზა არის. აქ დგას თევზი, ნუ უმეტესობა პატარა დგას, მაგრამ სადაც პატარა, იქაც დიდი. ეგ ვარიანტია ზუსტად. ასე რომ გავაგზავნოთ, აბა. არი დარტყმა? ხო, აქა. არი? კიდე ერთი თევზი დავიჭირეთ. აი ესეთი, პატარაა რა თქმა უნდა. ეს ხა ჩათვლაში მიდის, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული. დაიჭირე სანამ. აბა? ეგ 7 თევზი. დღეს უკვე გავაუმჯობეს რეკორდი წინა თევზაობის. არი დარტყმა, ბრავო, ერთი ცალი კიდევ დავიჭირეთ. ეს 8 თევზი. არი. ბრავო. კიდე ერთი, ნუ პატარა ზომებია, მაგრამ ნუ არა უშავს. სამზარეულო მობილია. პატარა სამზარეულო მოვაწყო ალექსა. უცებ ყავა ყინულზე გემრიელად. მოიცი სუფთა ხარზე როგორ მიდის ყავა? რა თქმა უნდა. ყინულზე როგორ წავარ? ესე პატარა გაზი. აქ არის. ჰაერის ტემპერატურა არის ალბათ მაქსიმუმ 4 გრადუსი, მაგრამ მზერობა ანათებს აი ძალიან ცხელა რა, აი ფაქტიურად დაწვაზე ვართ ისე ცხელა. და ჯერ კიდე დილ საათები. დილ საათი. 2 საათისთვის მე მგონი დავიზრებ. ზაგრისგან კრემი უნდა წამოგვიყო. ხო. მაშინ. არა უშავს. სახში არ გიცნობენ. არა უშავს. ზოგადად სილამაზე რომ მსხვერპლს მოითხოვს, თევზაობაც მსხვერპლს მოითხოვს, ასე რომ ეგეთი ამბებია. ალექსამ სხვათა შორის საკმაოდ კარგად დაიჭირა უკვე.
აი 2 ცალი პატარაც არის აგერ. ნუ ამათ აუცილებლად უშვებთ პატარებს და შედარებით დიდი ზომა რაც არის, მაგალითად ეს რაც მე პირველი დავიჭირე, ამას აუცილებლად მოვამზადებ აი ამ ჯიგარს. ასე რომ მივირთოთ ახლა გემრიელად ყავა. არის დარტყმა. არის დარტყმა, დავშვით. პატარა ქორჭილა. პატარა ქორჭილი უსია, მაგრამ ნუ როგორც ხედავთ, აი ამ აქტიურმა გატარებამ მოიზიდა, მოიტყუა და შემდეგ ამ პატარას დიდი ალბათობით შესაძლებელია გამოყვეს მოზრდილი ქორჭილებიც. არის დარტყმა, მოდნა მოზრდილი. ესეთი. 18. აუ რა დარტყმა იყო, აბა დაინახეთ კადრში. ძალიან მაგრა დაარტყა. არის, კარგი ზომა. ბრავო. 19. ძალიან კარგი. გავაგრძელოთ. აუ რა კარგი ჭერა მიდის. წავათამაშოთ ისევ. არის დარტყმა, აუ რა კარგი დარტყმა იყო. იმედი მაქვს კარგად ჩანს კადრში. ხშირ შემთხვევაში არის, როდესაც აი მოეშვება ძუა. პატარა, აი დარტყმა იყო, აუ რა კარგი დარტყმა იყო. ახლა უკვე კარგად დაკაჩა. ხშირ შემთხვევაში არის, როდესაც აი დაჭიმული ხომ არის, მოეშვება, ანუ ზემოთ ამოდის ცხვირი, ჯოხის და ეგეც არის დარტყმა. აი ქვევიდან ურტყავს და მოაქვს ზევით სატყორა შესაბამისად ეშვება. თუ მაგალითად დაკაჩა, ნიშნავს რომ მოკიდა პირი და ან გვერდზე წაიღო, ან უფრო დაბლა წაიღო და ასე შემდეგ. ძალიან კაი დარტყმა იყო. მოთხრა რამდენიმე სწრაფი გატარება გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაღიზიანოთ, რადგან აშკარაა თევზი დგას. პაუზა, ისევ ფსკერზე მივიტანოთ მაქსიმალურად, ოდნავ ამოუწიოთ და დავიწყოთ გატარება. პაუზა აუცილებელია. სადღაც 5 წამიანი პაუზა გავუკეთოთ, მერე ისევ გავატაროთ. hop. შეგვიძლია ოდნავ ზევით ავიტანოთ. ჩავიტანოთ ისე. რა კაი დარტყმა იყო, კარგი ზომა. ბრავო. ოპა, კარგი ზომა, ალექს, ნახე. ძალიან კაი ზომა. აი. ესეთი, ქორჭილი უსიდაჭდა. ბრავო, კიდევ უფრო რეკორდული ზომა, აბა რა. ძალიან მაგარი ზომა. სპორტულ ზომას რო ვეძახ. ნამდვილად. ცივა. ხელები გამეყინა ცოტა. კარგისა. თან ახ სადაკ. მშვენიერი 20 ავედი. რა კადაგ დამირტყა, ძალიან კარგად ეგ არის. ოპა, ბრავო. ბალანსირი. ძალიან კარგი. მეგობრებო, ესე იგი, გადავდივარ ბალანსირზე, აი ესეთი ტიპის სატყუარაზე, რომელიც ნუ ფაქტიურად თევზის ფორმით არის რა. აქეთ იქით ნემსკავები აქვს, ზემოთ არის ჩამოკიდებული და წყალში ჩავარდება, ესე აქეთ იქით მოძრაობს. ძალიან საინტერესო თამაში აქვს სხვათა შორის. ნახოთ აბა, ნუ ყანყალაზე უკვე 20 წელი თევზი დავიჭირდა მეტი, მაინტერესებს ბალანსირზე თუ გამოგვივა რაიმე. ვცადოთ გატარება. ნუ აქ ცოტა მაღალი წამორტყმები გვჭირდება, იმიტომ რომ ზევით უნდა ამოვიდეს და რო ჩავარდება, მე ესე ქანაობს წყალში. ქანაობის დროს პაუზა უნდა გავუკეთოთ და იმ პაუზაზე მცირე მოძრაობაზე იცის ჩარტყმა. აი ნახეთ, როგორც კი ამოვაგდებ, ძუა დაიჭიმა, მაგრამ მოძრაობს. აქეთ იქით წავიდა, წამოვიდა ოდნავ და მაგ დროს იცის შეტევა. ოპა, წავიდა. ნუ საქანელასავით ქანაობს აქეთ იქით. რაც თევზისთვის, რა თქმა უნდა, საკმაოდ საინტერესო არის. და ნუ თევზის ფორმა აქვს რეალურად და თუ თევზით იკვებება ამ პერიოდში და ზოგადად ლიფსიტას ხედავს, რა თქმა უნდა, საკმაოდ კარგი სატყუა არის ბალანსირი.
ნუ ძირითად შემთხვევაში ბალანსირს იყენებენ ხოლმე თუ მიზანმიმართულად შედარებით დიდ თევზებზე უნდათ რომ ითევზაონ, იმიტომ რომ თევზზე ზოგადად ლიფსიტაზე უფრო მეტად მოზრდილი ზომის ქორჭილები აქტიურობენ. ნუ თუმცა ახლა პატარებიც თავისთავად შეტევას გააკეთებენ, ხა არც მაგაზე იტყვიან უარს. ასე რომ ნახოთ ბალანსირზე რა გამოგვივა. კარგი დარტყმა იყო. კიდე კაი დარტყმა იყო. ორჯერ ზედიზედ საკმაოდ კარგი ჩარტყმა გაგვიკეთა თევზმა. ნუ სავარაუდოდ პატარა იყო, იმიტომ რომ დიდი თევზი შედარებით თუ ურტყავს, ნუ აი მაგალითად ესეთი. ავტომატურად ჩდება. საკმაოდ კარგი ზომაა. ნახეთ, რამდენი თევზი დავიჭირეთ. შეხედეთ, ალექსა უშვებს ახლა. ახლა მოდი მომეხმარე. კი, მოგეხმარე, ბროდ ვაჩვენო მაყურებელს. ნახეთ, რამდენია. გავითვალისწინოთ, იმ გუნდაში გავუშვათ, სადაც ჯერჯერობით არ ვითევზავთ. ხო, ისეთ ადგილას უშვებთ, სადაც არ ვთევზაობთ, იმიტომ რომ არ დაფრთხეს სხვა თევზი რაც იქნება იქ. აქაც საკმაოდ ბევრი არის და აი აქაც საკმაოდ კარგი რაოდენობა. ნუ მოკლედ მშვენივრად ვთევზაობთ, სადღაც 3 საათი კიდე გვაქვს. სათევზაოთ, ასე რომ ვაგრძელებთ რა. მე ხა გავუშვებ მეც. მივიტან და გავაგრძელოთ მოკლედ თევზაობა. ყავას მოვადუღებ. ცოტა ხანი შესვენება გავაკეთოთ, ცხელი ყავა დავლიოთ. დარჩით აუცილებლად ჩვენთან ერთად, გამოიწერეთ ჩვენი არხები, გააქტიურეთ ზარისგლაკები და ვიდეოს დალაიქება არ დაგაუწყდეთ. ალექსის გვერდზეც YouTube არხზე აუცილებლად დაიდება ვიდეო. კი. სავარაუდოდ ალექსის ვიდეო პირველი დაიდება და ჩემი დაიდება შემდეგ. როგორც მოვესწრება. ხო, როგორც მოგვიხერხდა. ეხლა არ გეგონოთ ყველას რომ მარტივია, გადავიღეთ, მივედით და ეგრევე დავდებ. ამას უნდა დიდი დრო, მონტაჟი, ფიქრი, რომელი მომენტი ჩავსვათ ახლა ბევრი ასე ვთქვათ კადრი არის, რომელიც არ არის ჩასაშვები, ხო ხვდებით რა. ამიტომ ეს შრომა არის დასაფასებელი, მეგობრებო. რავი, თუ გამოწერით და ლაიქით და გაზიარებით მოიქცევით, ჩვენ ეგ გაგვიხარდება და უფრო მეტი სტიმული მოგვეცემა, რომ კიდევ უფრო მეტი კოლაბორაცია გავაკეთოთ, ერთად გავიდეთ სათევზაო და გაჩვენოთ ლამაზი კადრები. ეს ახლა ნომერი მეორე გამოსვლა არის, მაგრამ იმდენი იქნება, რომ მე სავარაუდოდ უკვე აგვერევა რაოდენობრივად, ასე რომ ვალაიქებთ, ვიწეთ არხს და წავედით ახლა თევზი გავუშვოთ. საკმაოდ კარგი თევზაობა გამოგვდის. მშვენივრად ვიჭერთ მე და ალექსი თევზს. ნუ თავისთავად გადავდივართ სხვადასხვა ადგილებზე, სადღაც დაახლოებით 15 წელი ლუზა მოვჭერით. შესაბამისად ნუ იქიდან დაახლოებით 2-3 ძალიან მაგარი შედეგი დადო. არის თევზი, აი ჩაუშვი თუ არა. დანარჩენებიც ალაგ-ალაგ მაინც იჭერდა თევზს. ნუ ყველგან ვერ დავიჭირეთ, თუმცა საერთო ჯამში მივაგენით რა თევზს რეალურად სადაც იდგა ვნახეთ და შესაბამისად სატყუარები უკვე მოვარგეთ და შევძელით რომ ადულად დაგვეჭირა. აბა ჩაუშვოთ კიდევ. ეხლა საღამოს პერიოდი იწყება, 5-ის ნახევარია და რა თქმა უნდა უფრო უნდა გააქტიურდეს, უბრალოდ იმდენად რა კარგი დარტყმა იყო, აი ნახეთ. ისი აციუდა რომ ცოტა რთული პირობები არის და რთულია გაჩერება. ნახოთ აბა სანამდე შევძლებთ თევზის დაჭერას. ჩაუშვით ისევ, წავათამაშოთ. არის დარტყმა. არის დარტყმა. კი ბატონო, მოდით ესე გავაკეთოთ, წამოვწიოთ წინ, ოპ, არის. კარგია. ნუ ესეთ ამოტანაზეც ხშირად არის ხოლმე ჩარტყმა. გვერდიდან დაარტყა. ჩაუშვოთ. ძალიან კარგი თევზაობა გამოგვდის მოკლედ. სატყუარებმა გაამართლეს, დავიწყე ყანყალით, ალექსის გაკეთებული ყანყალით, რომელმაც საოცარი შედეგი დადო, ძალიან კარგად დავიჭირე მასზე თევზი. შემდეგ გადავედი პატარა ბალანსირზე, ძალიან პატარა ვერსია არის, ნუ ამოვანათებ რომელი მოდელი არის ზუსტად. რომელმაც საოცარი შედეგი დადო, აი ძალიან კარგი ზომები დავიჭირე ამ ბალანსირზე. ყანყალაზე აქტიურად ვიჭერდი, მაგრამ უმეტესობა საშუალო ეს პატარა ზომა შეიძლება დავარქვათ. როგორც კი გადავედი
ბალანსირზე ბევრად უფრო დიდი ზომების დაჭერა შეუძლელი მოიზარდა ზომები, რაც რა თქმა უნდა თვითონ აი კონკრეტული სატყუარის დამსახურებაა. შემდეგ ასევე ვცადე მარმიშკამაც რამდენიმე თევზი დაგვაჭერინა, თუმცა ყანყალაზე და ბალანსირზე იმდენად აქტიურია ზოგადად თევზი რომ დაგირტყავს. უფრო საინტერესოა მოკლედ მყარსატყუარზე თევზაობა სიმართლე რო გითხრათ, რა ჩემთვის პირადად არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ. აუცილებლად უნდა მოგიწოდოთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხები, ჩემი და ალექსის. მოდი ვნახოთ აბა ალექსი თან რა შვება. აბა წავიდეთ ალექს. აბა რა ურა შვები. რავი, სიმართლე რო გითხრათ, თევზჭერი ცოტა კი დავიღალე რა. ხო, არ არის მარტივი მეგობრებო, 2 და 3 საათიანი გამოსვლა არ არის. დილიდან აქ ვართ, ანუ ჩათვალეთ 7-8 საათი გადაუდებლად თევზაობთ. საჭმელიც კი, ანუ პერერივიც კი არ გავიკეთე, შესვენებს კი არ გავიკეთე. პრინციპში ვიდეოს დასაწყისში შეეგრევ თქვი. იყოს კარგი თევზაობა, რომ იმისთვის არ მოვიცავ. ნამდვილად. ძალიან კარგი თევზაობა გამოგვივიდა. ალექს, რამდენზე ხარ ასული? მე ვარ 69. ხო, 69. ნუ მე 50 უეჭველად გავწდი, მაგრამ აღარ ამაზე დავიწია მეტი თევზი რეალურად. დაჭერილია რა. ანუ ნორმა შესრულებულია. ამაზე ნაკლები არ უნდა ვიჭერდეთ, როცა ორნი ერთად ვართ გამოსვლა. ანუ რეალურად სეზონზე, როდესაც აქტიური სეზონია, მერწმუნეთ რომ ხშირია შემთხვევა, როცა ამდენ რაოდენობას ვერ ვიჭერთ. შესაბამისად, ზამთარში ყინულიდან ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული თევზაობა გამოგვივიდა. კი ბატონო. მეგობრებო, კიდევ ერთხელ უნდა გთხოვოთ აუცილებლად რომ გამოიწეროთ ჩვენი არხები, ალექს არხი ვიდეოს ქვევით აღწერაში იქნება და გადადით. გამოიწერეთ, ზარიზღილა კი მონიშნეთ. აუცილებლად ორივე არხზე იქნება ვიდეო, ნუ ჩემსაც უყურებთ უკვე და ალექსის არხზეც შესაბამისად დევს ასეთი ვიდეო, გადადით, უყურეთ, დაგვილაიქეთ და რა ვიცი, იმეგობრებთ ჩვენთან არ ვარ ცუდი ხალხი, საკმაოდ საინტერესო ვიდეოებს გთავაზობთ, ისე რომ წარმატებები ყველას და თავარია პატიოსნურად თევზაობთ. დღეს შეიძლება კადრში არ მოხდა, მაგრამ ყველა თევზი დაუბრუნდა წყალსაც. აუცილებლად. სისუფთავს ვტოვებთ იმისთანაც, როგორიც დავახვედრა ბუნებამ რა, არ დავანაგვიანეთ არც არაფერი რა და თქვენც მოგიწოდებთ ანალოგიურს. და დამიჯერეთ ბუნება 10 მაგს გადაგიხდის. ნამდვილად. მოკლედ გემშვიდობებით და შევხვდებით მომავალ ვიდეოებში. აბა დროებით. აბა დროებით.